მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით რიგით. უკვე დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ მე-6 პოდკასტით და მე-6 პოდკასტის თემა იქნება მეტად მნიშვნელოვანი და ამავდროულად საინტერესო ფსიქოლოგია ზოგადად, ფსიქოლოგიური კითხვები და როგორ მოვიდა აქამდე ფსიქოლოგია, ანუ რა ყოველდღიურობაში რატო ვიყენებთ, რაში ვიყენებთ, რაში გვჭირდება, რომ რაღაცა ცოტა უფრო დავკონკრეტდეთ, ჩავიდეთ სიღრმეებში და მე და მარიანა შევეცდებით, რომ ეს მისია შევასრულოთ პირნათლად. ხო, ლევანი ფსიქოლოგია და მედიცინა დეკორაცია ვიქნები. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო თავიდანვე, რომ ფსიქოლოგი არ ვარ, ფსიქოლოგიის მოყვარული ვარ, ფსიქოლოგიაში ვარ. იმიტომ რომ ხო, სწავლობ, ხა რატო? 17000 დიპლომი. აი ძალიან კარგია, რომ ეხლა საშუალება მომეცა, რომ აი რაღაც, იმიტომ რომ ეს კითხვები დიდი ხანია ჩემ თავზე როგორც შავი ღრუბელი ესე ტრიალებს რა. ანუ ფსიქოლოგი რაღაცა იგი ხო ხდები რაღაცა იმაში უნდა იყოს და დასრულებული რაღაცა რა და რაც ჩემი აზრით არ არის ფსიქოლოგია დასრულებული მეცნიერება თუ რა ვიცი მიმდინარეობა იმიტომ რომ ყოველ დღე ყოველ იმაში რაღაც ახალი ხდება რაღაც ახალი გვემატება და ვერ იქნები ფსიქოლოგი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიაში მოდი ესე ვთქვათ რომ მე ვარ ფსიქოლოგიაში განათებას ვთქვათ ორი სიტყვა რო ეს ექსპერიმენტია და ნახოთ როგორი ლამაზი განათება იქნება. კი. იმიტომ რომ ჩვენ ვანათებთ და გადაწყვეტთ რომ დიდი შუქი აღარ გინდა. რა თქმა უნდა. და ეს ისეთი თემაა, სადაც მოსმენა უფრო საჭიროა, ვიდრე ყურება. კი ჩვენ ახლა ულამაზესები და დაპატულები ვართ, მაგრამ ახლა შეიძლება რომ დღეს ისე იყოს. ну თვალისთვისაც ცოტა არის კარგი რაღაც ცვლილებები რომ თქვენს რაღაცა სიახლე შეიძლება. და 21 საუკუნის ენია ის რაც ახლა გჭირს მენტალური პრობლემები, რაც იქამდეც იყო სავარაუდოდ, მაგრამ ახლა არის ყოველ, ანუ 10 ადამიანიდან სადღაც 8 ადამიანს მენტალური პრობლემა აქვს. შეიძლება გააზრებული, შეიძლება გაუაზრებელი. ახაც მე განვიხილოთ, როცა მაგ ეტაპზე მივალთ დღეს, რომ რაღაცები გადაზედმეტებულია და იგებენ ამ სტატუსებს, კი ბატონო, თუმცა ხალხის უმეტესობას მართლა ჭირდება დახმარება და ეს არ იქნება საღებავ პოდკასტი, აქ ვერ ვიხუმრებთ ლევანის ხიფზე, სიმბოლოტაზე და ასე შემდეგ. ანუ ვიხუმრობთ ირიბად. და იმაზე ვისაუბროთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ყველას ცხოვრებაშია, შიში, ფოთვა, დეპრესია, სტრესი, აი და მსგავს მიმართულებებზე და მე რადგან ფსიქოლოგიაში არ ვარ, უბრალოდ ჩემი მენტალური პრობლემების გამჭირვებია. მე მაქსიმუმ კითხვა შემიძლია დაგისვა და შენ შენ ცოტა მოპაციენტო ტიპი იქ. ხო, მე მოპაციენტო ტიპი რა, მე პაციენტი ვარ. ხო, ეგეც აღნიშნოთ, რომ პაციენტს ახლა ამ ეტაპზე აღარ ეძახიან, უკვე კლიენტი დაერქვა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. მაგრამ მე უფასოდ მიწევს კონსულტაციებს, შესაბამისად პაციენტი. ესეც უნდა აღნიშნო, რომ ჯერჯერობით, ну, რაღაცა იმას არ მინდა რომ გამოჩნდეს რაღაც დედატერეზობა და რაღაცა რა არ ამიღი არც ერთნაირი თერაპიაში ფული და ამ ეტაპზე ვფიქრობ და არც ვაპირებ, იმიტომ რომ რადგან თქვი რომ ფსიქოლოგიაში ვარ და არა ფსიქოლოგი. ხო და ძალიან საინტერესო თემებია ეს რაჩენ. მოდი დავიწყოთ ყველაზე უმთავრესით შიშით. შიში. რაც მე თავისთავად იწევს სხვა რაღაცეებსაც. მიხედავთ რომ შიში დამოუკიდებელი შეიძლება იყოს, შიშისგან გამოწვეული შეიძლება იყოს ფოთვაც, დეპრესიაც და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ შიში როგორც შიში არის უკვე არსებითი და არა მომავლის და წარმოსახვის შიში. თუმცა ესეც ჩვენ წარმოსახვაშია შეიძლება მე რომ მაგათაც სიბნერის ან სიმაღლის მეშინია უფრო ხელშესახებია თითქოს შიში ვიდრე ფოთვა. და შიშზე მოგვიყევი 2 სიტყვით. დიდი სიამოვნებით მოგიყვებოდით. შიშზე თუმცა ჯერ უნდა ვთქვა რომ შიში ზუსტად რომ წარმოსახვაშია და რატო შევეცდები ახსნა. ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა ბევრი საუკუნეების უკან რომ ჩვენ იმის გვეშინია მეტწილად რაც ჩვენს წარმოსახვაშია და არა რეალობაში. და რას გულისხმობდა მაგალითად? კაი, მე დაგიპირისპირე. რა თქმა უნდა დაპირისპირო რა. ანუ რაღაცეების, აი მაგალითად უკვე ხამია, დავწვე, დავიწინო და აი რაღაცა შიშები მაქვს, რომ აი რაღაცა, ну, მე შფოთვაც მოყვება და შფოთვაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ აი მეშინია რომ ხვალე რა იქნება. ხო, აი სტანდარტული
ყველაზე ესეთი გავრცელებული შიში. ხელშესახებ შიშზე რას მეტყვი? ნუ ხელშესახებ აი შიშს. მაგალითად ადამიანს ეშინია ობობა. გველების ობობა, ანუ ობობა კიდე შეიძლება მიუდგე ცოდნით, რომ რაც არის ჩემს ერთ იმის უფრო გეშინია და თუ იცი რომ ის ობობა ვერაფერს ვერ გიზავს, ვერ მოგკლავს, მინიმუმ აღარ გეშინია, მაგრამ აი გველი აქაც ცოდნის ამბავია, ყველა არ არის შხამიანი, მაგრამ მოდი შხამიან გველებზე გადავიდეთ, რომ ეხლა რომ მომძდევს გიურზა, ანუ ფსიქოლოგიას ვერ ჩავრთავ და არ მეშინია შეძეგ გველოს, ვერ ვიტყვი, უნდა გავიქცე. რა თქმა უნდა, ხო და აი აქაც უნდა და გავასწრო რაც თავარი. აქაც უნდა გავამჯეროთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რა, რაც შიში გვერევა და ამ დროს შიში არ არის. ანუ არის თუ გვინდა შიში დავარქვათ, მაგრამ ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტი. გიურზა რომ მოგდევს, ეს შენ ცნობიერ დონეზე იქ არ აკვირდები, ხო, გველთმცოდნე არ ახარ სიტყვაზე და ყველა არ, მაგრამ ხო, ნუ თუ არ ხარ სიტყვაზე, აი რა გველი, ქვეწარმავალი დაინახე, მოგდევს თუ თავისთვისა, მოკლედ რაღაც ვისა გაქვს, ხო, ეს შიში, ცხეულში გზნობ, რაღაც ცვლილებები არის, გაიყინე თუ რა ვიცი, შეშფოთდი თუ რაც არის და ანუ აქედან გამომდინარე არის ის მომენტი, რომ მე არ ვიცი ის, ანუ რას მიზავს, მეგობრული არის. არა, ცოდნაზე გადის შიში, რაც იცი, იმის ვეღარ გეშინია. ანუ მანდაც არის, ხო და მაგაზე გადავალთ მე, მაგ შიშის მაგ სახეობაზე რაც იცი და მაინც გეშინია. ხო და ანუ აქ არ იმოშვებით, ეხლა რომ გამოკვლევას არ ვატარებთ, რომ ეს გველი შხამიანია, მეგობრულია თუ კაი ხასიათზე თუ ცუდ ხასიათზეა, უბრალოდ როგორც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და ინსტინქტურად დევს იმაში, რომ საფრთხეს უნდა გავვერიდო, ხო, ჩემი ინსტინქტი არის, რომ საფრთხეს უნდა ავერიდო. შიში არ არის, ეს უფრო ბუნებრივი პასუხია ორგანიზმის თვითგადარჩენაზე, რომ გადავრჩე უბრალოდ და მე შეიძლება, ანუ როცა გავეცლები ამ საფრთხეს, რომ დავფიქრდე, რომ აი ეს გველი შხამიანი იყო, რაღაცა და კიდე შიში მქონდეს, როგორ გადავრჩი და რაღაცები, ანუ ეს რაციონალურ დონეზე მე შეიძლება წამოვიდეს ეს ფიქრები, რომელიც მე კიდე შემდეგში წარმოშობს, რომ აი იგივე ის თუ მე ეს რაღაც ამეკვიატა და ჩარჩა ჩემში, შეიძლება უბრალოდ ოთახში ვიჯდე და არ ვიყო რაღაც ისეთ გარემოში, სადაც იგივე საფრთხე შეიძლება განმეორდეს, მაგრამ გააჩნია როგორ ჩაიბეჭდება და მე როგორი ის იქნება რა. განვითარება ამ ყველაფერს რა. ამიტომ ვიზახ არის რაღაცები, რაც მინდა აი ყველაზე მთავარი გაიმიჯნოს, რომ არის რაღაც ინსტინქტურ დონეზე საფრთხეს შეიძლება ინტუიციურად მანქანა მოდიოდეს და რაღაც უცებ იმას აკნა ხო მოძრაობა გააკეთო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რაღაც ზოგადად მანქანების მეშინია რაღაც. წამიერი ინსტინქტია, რომელიც ეგრუ არ გქონდეს, ალბათ ვერ ვიარსებდით და ეგრუ არ ყოფილიყო, აქამდე ვერ მოვიდოდა კაცობრიობა რა. და რაც შეეხება იმ შიშს, რომელიც წერან როგორც აღნიშნე, რომ მეტწილად ჩვენ გონებაშია და არა რეალობაში, არის აბსოლუტურად წარსულიდან მომავალში წარმოქმნილი რაღაც პროდუქტი და შევეცდები ახსნა რაღაც გულისხმობ. მაგალითად, მარიანა შენ როგორც პაციენტი. ხო. შემოგდა გველი. გველების არ მეშინია სხვა რამე მითხრა. ხო, რა ვიცი, საბორისი გეშინია შენ. ტარაკნების. ხო, ტარაკანა ესეთი ულვაშები გვაქვს. მოვიდა რაღაც სადღაც შეეჩეხი ამ ტარაკანს და შეგეშინდა. ნუ ჯერ ანუ თვისობრივში შევილაპარაკოთ, მე კულტურულშისაც გადავიდეთ, იმიტომ რომ ეგეც საინტერესოა. და შენ ეს ტარაკანა რაღაც ისე მოგეჩვენა, რაღაც არასასიამოვნოდ, შემაშფოთებლად და შენ გონებაში ეს როგორც კომპიუტერი იწერს, ტვინის ფუნქცია ზუსტად ეგაა, რომ ყველაფერს ვიწერ ჩვენ და მე რჩება მოგონებებში. ჩარჩა ეს ტარაკანა, ხო? თავიდან ახლა ბავშვი იყავი თუ რა ვიცი, როცა შეხვდა ტარაკანასთან შეჯახება მოგიწია, ხო? წარმოდგენა არ აქვს, ხო? ეს რა არის რაღაც, მაგრამ ნუ შენ იცი რომ ეს არის რაღაც ისეთი მწერი, დასანახავად არაგულმისასვლელი და ასე შემდეგ. ანუ შენ უკვე ის აქვს, პატერნი გაქვს, ჩამოყალიბებული გაქვს რაღაც, რომ სურათი გაქვს ერთი სიტყვით ამ ტარაკანს, რომელიც უსიამოვნო სურათია. მაგრამ ცოდნა მაქვს და ვიცი რომ ვერაფერს ვერ დამიშავებს ტარაკანი. ანუ ცოდნა მაქვს, მაგრამ ისტერიული შიში მაქვს მაინც. ხო და მაგას ვიძახი, რომ აი რა შეიძლება რომ ამ შემთხვევაში, ხო, ნენელა იმაზეც რო ვილაპარაკოთ, რომ აი როგორ შეიძლება რომ ეს შიში გავაცნობიერო ჯერ სანამ გადავლახავ, ხო? ანუ რასაც შეიძლება რომ ცოდნა გაქვს. რომ ეს ტარაკანი არაფერს ვერ დაგიშავებს, მაგრამ ანუ მაშინ რა რჩება?
ანუ ფიზიკური წეღარასაც ვამბობდი, ფიზიკურის დაცულია უკვე უსაფრთხოება, არაფერი პრობლემა არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ვიცი რომ ვერ მომერევა, მაგრამ რა რჩება, ხო, მე რჩება უსიამოვნო განცდა. ხო. ხო, ეს უსიამოვნო განცდა ხო, აი დავინახე არ მომეწონა და გავიარე. აუ რავი, მაგის დანახვას მირჩევნია, რომ მართლა ვეფხს შევეფეთოთ, იმიტომ რომ იმას შევეწინააღმდეგები თუ წამოვა ჩემ შესაჭმელად. აი ტარაკანზე აი არა თან იმდენად მეშინია ამ ტარაკნევის, ახლა ვიღაცის სასაცილოა, მაგრამ იმდენად მეშინია, რომ შესწავლილი მყავს და ვიცი, რომ აი თავი რომ მოაძრო ტარაკანს, ერთი თვე იცოცხლებს. უბრალოდ მე იცი რატო კვდება? იმიტომ რომ ვერ ჭამს. ანუ შიმშილით კვდება, მიხვდი? აი ყველა დეტალი რომ აი მართლა როდითგანვე დედამიწაზე არიან და ევოლუცია, ყველაფერი რომ აი გამეგო რომ მე საფრთხეს ჩემს არ წარმოადგენს და ესე უსაფუძვლოდ არ უნდა მეშინოდეს აი სიბნელის ხო უფრო წარმოსახვა ის რაღაცა რომ შეიძლება რატომ მეშინოდეს სიბნელის ან თუნდაც სიმაღლის ან ყველაფერს აქვს ჩემთვის ახსნა. ტარაკნეში ჩემს არა აქვს ახსნა. ვიცი რომ ვერაფერს ვერ დამიშავებს, აი ვერ მიკბენს, აი მაქსიმუმ გადახოხდე. ფუ, წარმოდგენადაც აი და რომ დავინახო აი ისე იმ ადგილას არასდროს აღარ მივალ, აი რავი, ჩემ ტანსაცმელს რო შეეხოს, იმ ტანსაცმელს ხელს აღარ მოკიდებ დაჟე. ხო და რაღაცა ჩვენ საუბრობ, არის კულტურული შიში. აი მაგალითად, ავიღოთ რომ ჩვენ გაჩნდი ისეთ ქვეყანაში, არსებობს ისეთ ქვეყანა, სადაც ტარაკნები ძალიან მიღებული არსებები არიან და არის ხო ეგეთი კულტურული სხვაობები თითქმის ყველგან აქვს. რაღაც შეიძლება ჩვენთვის ძალიან საშინელი იყოს და სხვა კულტურაში მისაღები იყოს ამ პირიქით. და ჭამდნენ კი. აი შენთვის რო თემა რო შევცვალოთ კი არა, რა მისყვით რომ ჩავანაცოთ ხა, ცოტა არაკნევი ყავს ტვინში. ხო, ან შემოგესიეს. ანუ აი დავანებოთ ტარაკანას თავი, ტარაკანს და ავიღოთ რაღაცა ისეთი, რაც მაგალითად აი მარტივად რო შენ გეშინია, მე არ მეშინია, ამ პირიქით რაღაც. შენ ეს ამასთან დაკავშირებით ცოდნა რო არ კონდეს, ძალიან ჩვეულებრივად მიიღებდი ამ ყველაფერს, აი მაგალითად, ხო? სადღაც რაღაც კუჩი ჩაყავი ხელი, სადაც არ იცი რა ხდება და ნუ რაღაცა მოხდა, ხო? ნუ ან უსიამოვნო ისა განცდა არის თავიდან რაღაც, მაგრამ სანამ შინაარს გაიგებ, სანამ მიხვდები რა არა, ჯერ გაურკვევლობის განცდა გაქვს. მერე არის უკვე შო ამოვიღე ტარაკანა და აუ, კაი, აღარ გვინდა ეს. გული გამისკდეს რა. აღარ გვინდა. კაი, აუ, ხოჭო. ხოჭო იყოს. ხო, ხოჭო. ხო და აი ეს მთელი მუღამი და არც იმაშია რომ საიდან, ანუ კითხვა უნდა დავს საიდან მომდის, ხო? ანუ ვიცი რომ ფიზიკური მას არ ემუქრება, მაგრამ მეშინია მაინც. და შიში არის თუ უსიამოვნებიდან შექმნილი სურათი, რომელსაც მე ორივე ზუსტად, აი 100%-ით მეშინია და ასევე 100%-ით მეზისხება. აი სამყაროში ტარაკანს ისე გავაქრობდი, რომ ერთი წამი არ შემეცოდებოდა. აი რავი, კოღოც შემეცოდება, აი ყველაფერი შემეცოდება, რაც არსებობს დედამიწაზე, აღო ტარაკანი. აი ხო არაფერი დაუშავებია ჩემთვის, მაგრამ აი ვაიმე. ხო და ამას მაგრამ ვიღაცას ახლა მე რო ტარაკნის მეშინია, უყვარს და ეფერება, მაგრამ იმას ეშინია, რა ვიცი, ხოჭოს. რომელსაც მე არ მეშინია და არც გველის არ მეშინია, რავი, რეპტილიების არ მეშინია, ანუ შეიძლება მერის არ მეშინია და იმას იმის ეშინია, მაგრამ ხო და ამაში არის მთელი მუღამი, რომ ან თუ ადამიანებს განსხვავებული ობიექტები გვაქვს შიშის და რაღაც ფორმებში არის სხვაობა, ხო? შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულად ეს ცხოველი იქნება თუ მწერი, მაქვს ცუდად დამახსოვრებული, ანუ ის რომ მე ავდგე და დედისკზე მაქვს შენახული. ხო, დედისკზე არის დარჩენილი. ის რომ მე ავდგე უცებ არსაიდან და ტარაკანები შემძიღდეს თუ რაღაც შიში გამიჩნდეს, შეუძლებელია მაგის, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს იმის. რაღაცა ისტორიული ის არის, არქაული რაღაცები, რაც ადამიანებში გვაქვს, მაგალითად ტყეში რო წახვიდე, რაღაც ხმაზე და შრიალი იქნება და ასე შემდეგ, გექნება იმის ალერტნეს როგორ არის. მახვიჭარა. ხო, რაღაც აი სულ გექნება ის მომენტი, რომ რაღაც ხიზლად ხარ რა? ხიზლად ხარ რა. ყველაფერს უსმენ და ხო, იმიტომ რომ ეს ჩვენი რაღაც ისტორიული მომენტი არის, ეს რო არ ყოფილიყო ისევე იგივე ნადირები და ეს ქართული რო არ იცის და იმ
შეგვჭამდნენ რა. იმის რო აზროვნებს ხალხო აპატიეთ. მაგრამ ის რომ ტარაკანი არის რაღაცა უსიამოვნო ტიპი, ეგ აქ ნასწავლი და არა რეალურად, ანუ ობიექტურობას არ შეესაბამება. შენ შემთხვევაში ობიექტურია კი, ანუ ვერავინ არ გეტყვის, შენ არ ვიცი რაღაცას იგონებ. იმიტომ რომ რაღაც რეალური ისტორიაზეა დაფუძნებული, სადღაც გაიგე რომ ეს ტარაკანი არის საზღარი ტიპი, ესა და ესეთი, ეს უაშებია კარგი. და მეგობრებო, მოდი გადავიდეთ ჩვენ შემდეგ თემაზე. ხო და ტარაკნის არა დაუბრუნდებით აუცილებლად ტარაკნებს, მაგრამ აღარ დავუბრუნდებით. შიში არის, რა ვიცი, ალბათ ყველაზე ბევრი ფორმა აქვს შიშის. აი მაგალითად კიდე ყველაზე უფრო გავრცელებული შიში, ხვალინდელი დღის შიში. ხო, ბევრს აქვს, რომ აი ხვალე რა იქნება, ხვალე რა გვეშველება, ასე და ასე შემდეგ და წარმოქმნის იმიჯს, ხო, წარმოქმნის რაღაცას ხვალესთან დაკავშირებით, რომელიც მის გონებაში არის შემზარავი და იმის ეშინია, აი ზუსტად რით დავიწყე რომ რაღაცების იმიჯების გვეშინია ჩვენ და არა რეალობის. ხვალ არა, დაახლოებით 2 წუთის მერე კაცი შვილმა არ იცის რა იქნება, ხო? ეს რა ვიცი, თუ იმაში არ ჩავრყავთ, რა ვქია, თავს მიწაში სირაქლემასავით, ეგრეა, ხო, რომ მართლა არ ვიცი, მომავალი არის გაუცნობიერებელი, ბუნდოვანი. მაგრამ მე ამ დროს უკვე მაქვს ხურჯინში ეს ხვალის იმიჯი, ჩავაწყე ესე, ტომარაში მიდევს და ტვინი ამღერებს რა ამ ყველაფერს, რომ აი ხვალე იქნება ცუდი, მაგრამ ესე არ არის, არაფრიდან აი შიში აღარ ვახსენებ მაგ წერს, მაგ წერის შიში არის, ხო? ჰაერიდან არ მოსულა. ანალოგიურად ეს ხვალინდელი დღის შიშიც ჰაერიდან არ არის. და რატო ახლა გავიხედე ქვეყანაზე, ომებია, უბედურებაა, შიმშილია, კარგი არაფერი ხდება, ზოგადად ტვინი ხომ მეტწილად იმახსოვრებს ნეგატივს. და შესაბამისად ხვალინდელი დღის მეშინია, რომ აი ეს ბომბი მეც არ დამეცეს, იქ ვიღაცა ქუჩაში ფსიქოპატი არ გამოხდეს და ასე შემდეგ. ანუ ხვალეც მივაწერ ამ ყველაფერს. ანუ აქ დანახულია, მაგიტო ვიძახი წარსულიდან მომავალში მოგზაურობ შიში. შიშ აქ აწყო დროში, ეგრეთ წოდებულ აწოდოში, რომელიც კიდე ცალკე ფენომენია და ყველას თავისებურად ესმის. აქ არა აქ ადგილი. ანუ შიში აქ არ არსებობს ამ მოცემულობაში. შიში არის მხოლოდ წარსულიდან მომავალში. ანუ აქ რაღაცა ეს დროის ეს არის. განვითარება წუთი. სხვა შემთხვევაში არა. ანუ შიში მარტივად რო ვთქვათ კიდე არის ის რაც წარსულში გადამხდა და არ მინდა რომ მომავალში გამეორდეს. მაგალითად, სადღაც გავიარე, ფეხი მოვიტეხე და მეშინია იმ ადგილას რომ გავივli. ან რაღაც სიგნალი გერთვება. ხო, სიგნალი მახსოვრობის ამბავში ვიცი რომ აი იმ ადგილას ცუდი რაღაც ტყივილი განვიცადე და მეშინია რომ იგივე არ მოხდეს. ნუ რაც აბსოლუტურად ისა თავდაცვის შექმნილი იმიჯი არის რა. ან შიშის ძირფად ისა რომ არა ბატონო ფსიქოლოგიაში ყოფო კაცო. ხო, აი ფსიქოლოგიაში ყოფო კაცო თუ აყოლებს აი მიხარია. მოდი კიდე 21 საუკუნის თავარ სენზე ვისაუბროთ, თავარზე, ჩემი აზრით, ეგ არის დეპრესია. ეს სხვა საქმე. და დეპრესიაზეც გითხარი ორიოდ სიტყვა, იმიტომ რომ მე ყოფილი ვარ ძალიან ცუდ დეპრესიაში პირადად. არა ერთი დღე ან ერთი თვე, 2 წელი ვიყავი დეპრესიაში, ასე შეუჩერებლად. მაგას უკვე დეპრესია ეწოდება, იმიტომ რომ აი სანამ უკაცრავად სანამ გააგრძელებ, არის ეპიზოდური დეპრესია და არის გენერალიზებული დეპრესია, რომელიც უკვე 1 წელს რო წდება დეპრესია. ხო, 2 წელი და 2 თვე იყო დაწვრილი მაგთან. ხო და ეხლა რომ ვაღიარო ბოლო პერიოდით უგრძნობ, რომ დეპრესიის სერიოზული შემოტევა მაქვს, ეგ არის დაახლოებით უკვე 2 თვეა ვებრძვი ამ დეპრესიას ჩემში, მაგრამ მე იმხელა გამოცდილება მაქვს საკუთარი თავი გამოვიყანე დეპრესიიდან საბოლოოდ და არა აი ყველას ეს დახმარების გარეშე. ეხლა დეპრესიას ცოტა მსუბუქად აღვიქვა, მაგრამ რეალურად საერთოდ არ არის მსუბუქად ახსაქმელი, იმიტომ რომ ძალიან რთული ჯერ გადასახარშია რა ხდება შენ თავს. იმიტომ რომ დეპრესია აუცილებლად რაღაცა შეიძლება არ გამოიწვიოს და დაგროვილმა ნუ მე ეგრე დამემართა, ხა თავს ვერ დავდებ სხვებს, მაგრამ პატარ-პატარა რაღაცები, აი ძალიან უმნიშვნელოს, რასაც ვიტეხით, ეგეთ რაღაცები რო დაგროვდა, მე უცებ ძალიან ერთიანად დამარწყა საკმაო დროის მერე. ამ ეტაპზე ეხლაც თითქოს არაფერი, მაგრამ თან ფერი, ნელა ისე დამარწყა, რომ
აი 3 კვირაში 6 კილო მაქვს დაკრებული. მ, ერთი რავი, 3 კვირაც უძილობას ხوار გაწუხებს შემთხვევით, მაგრამ შემთხვევით. აქვე შეგეკითხები, იმიტომ ერთი რომ 3 კვირაც გავაწურნებ დეპრესიას, დავაგდებ კი 1-5 კილოსაც. ხო, კი, უძილობა აუცილებლად მაწუხებს, წამალს ვაო მოგეხსენებათ. თუ წამალს არ ვსვავ, შფოთვები მაქვს, თაღონ ძილის წამალს ვსვავ არ ფსხვას. მაგრამ ეს წამალიც არ ყოფილა მთლად ისეთი კაი, რომ ვსვავ კი მეძინება მალევე 1 საათში. მაგრამ 8 საათის ნაცვლად მეღვიძება სადღაც 4 საათში, მაქსიმუმ 5 საათში. აი მგონია რომ ძალიან მფხიზელი ვარ, ჯერ ძალიან ადრეა და რაღაც პერიოდს მე რომ მეძინება, მე ისევ ცუდად ვიღვიძებ. ხო, და აი დეპრესიასაც გითხარი 1-2 სიტყვა. კი, ძალიან საინტერესო ფენომენია და ეთანხმები რომ ყველაზე უფრო გავრცელებული და მდგომარეობაა ისიც და გითხარი, რომ ყველაფერს დეპრესია არ მივაწეროთ. ცუდად ყოფნას დეპრესია არ უნდა მივაწეროთ და დეპრესია როცა გვაქვს, უნდა ჩავხედოთ თვალებში და გავიაზროთ, რომ დეპრესია გვაქვს და არ ვართ უბრალოდ ცუდად. ანუ ეგორი რაღაცა რომ გავამიჯნინოთ საზოგადოებას, რაღაცას გონია რომ ცუდად არის რეალურად და გონია რომ დეპრესიაში, ან ვიღაც დეპრესიაშია, ვერ ხვდება რომ დეპრესიაში და გონია რომ უბრალოდ დროებით არის ცუდად. ანუ შენ რასაც საუბრობ, ეგ არის კოპირების მექანიზმს ეძახიან, რომ მე რაღაც შეიძლება ავირჩიო, ანუ ეს აი ცუდად ყოფნა უბრალოდ მდგომარეობა იყოს ჩემთვის, ან თავდაცვის მექანიზმი იყოს, ან რაღაც თავისი აი ასე შენ ამ ყველაფერი დეპრესია არა. ნუ დეპრესიის ძირითადი სიმპტომატიკა, ნუ იქ რაღაც კრიტერიუმებია, წიგნი არის, ფსიქოლოგებსაც აქვს თავიანთი ბიბლია, სადაც რაღაც კრიტერიუმები. აი ეგ პირველად. დაგეშალები. აი ის რა ქვია, უძილობა. ხო. ძილის რეჟიმის დარღვევა, ეგ წონაში კლება, მატება. კიდე კაი რომ ვიკრებ და არ ვიმატებ. ხო არის ეს რომ მატებაც აქვს ხო და ანუ უიმედობა. ხო, აი თავად. დეპრესიული ადამიანის თავი სლოგანი არის არაფერს აზრი აღარ აქვს. კი. აი რა აზრი აქვს. მე იქამდე მიდიხარ სადღაცაც რომ ყველაზე მაქსიმალური რაც უკვე სადაც გააწურინებ არის რომ აი ხომ მაინც მოვკვდები დღეს იქნება თუ 20 წლის მერე ან დროს არ უსაზღვავ შენ თავს და ან რა თმინდა მუშაობა, რა თმინდა გარეთ გასვლა, რა თმინდა მეგობარი, ოჯახი, ყველაფერს იმიტომ რომ სადღაცას იქამდე მიდიხარ რომ აი მაინც მორჩება, მაინც დამთავრდება, მაინც მოვკვდები, ოღონდ ცუდად ყოფნა კი არ მთავრდება, სიცოცხლე მთავრდება იდეაში. და იმხელა უიმედობაში ხარ რომ აი ძალიან დიდ აი წარმომიდგენია რომ ანუ შეგრძნება იცი როგორია რომ აი ძალიან დიდი თეთრი აი რაღაცა თეთრ კორიდორში რო ხარ რომელსაც ასე რომ უყურებ რომ არასდროს არ მთავრდება და მარტო შენ რო ხარ თან და საითაც არ უნდა წახვიდე ანუ კედელთანაც ვერ მიდიხარ კედელიც არ არსებობს დიდი სივრცეა სადაც კიდე კაი რომ ჩემს შემთხვევაში თეთრი იყო შავი არ იყო მაგრამ აი სივრცეა სადაც დაკარგული ხარ და იმედი არ გაქვს და არაფერი არ გესმის შენი არავის არ ესმის და აი ვერც ვერავის ელოდები, რომ იმის იმედიც არ გაქვს, იმედი არ გაქვს, რომ ვიღაცა მოვა და საიდანღაც დაგიძახებს, აქედან გაგიყვანს, ანუ იმედიც არ გაქვს. აი სიცარიელეში ხარ, რომელიც აი სადაც თვალის გაწვენა შეიძლება იქამდე გრძელდება. ხო, და ნუ რას თქვი, ანუ გვირგვინდება მაგ ფრაზით, რომ არაფერს აზრი არ აქვს. დეპრესია, ანუ ეგზისტენციალური დეპრესია, რასაც წეგან ამბობდი, ხო? ანუ არაფერს აზრი არ აქვს, რა აზრი აქვს, ვიპატები, ცხოვრობთ, აი ყველაფერი გავიარე. რაღაცებში თითქოს კმაყოფილებას განვიცდიდი, მე ჩვენ ერთად ვიგვიწევ და ეს ყველაფერი უკვე აღარაფერს არ ნიშნავს ჩემთვის. დაცლილი ვარ ემოციებისგან, ესეც მნიშვნელოვანია, ემოციების გაღარიბება, ან ცხოვრებისგან სიამოვნების ნებისმიერ ასპექტში ვეღარაფერს რაღაცა გიყვარდა სიტყვაზე, ჭამა, ან რა ვიცი, მუსიკის მოსმენა, საერთოდ ყველაფრისგან იმის ნეგატიურისგანაც, ეს ბრაზდები ხო, აი დეპრესიული ტიპი, აი როგორ აღიწერო, აი რომ იმას აქვს, რა, მინის რო გავითამაშო, რაღაც ეს ტიპი. ხო, აი ხო, მოშვებული, კი. აი შენ რაღაც მაგალითად სასიხარულო ამბავ მითხარი. ან დასამწუხრებელი და ან ყველა აი ის რაღაცა. ანუ ემოციების აბსოლუტური ის არის. გადინება. ხო. არა, აქ რა დაცლილი ადამიანი და შესაბამისად აღარც ცხოვრება უხარია, არც ვეღარც კარგს არჩევს, ვეღარც უბრალოდ უხეშად რო თქვა, მიგდებული არის რა. და ნუ ეგზისტენციალური კითხვები, აი მაგალითად ეგზისტენციალური კითხვა ძალიან ესე ჯანმრთელად ჯანზე ვარ, რომ რაღაცა პირადი ცხოვრება მაქვს თვალს და უცებ დამეწყო ეგზისტენციალური კითხვები, რომ აი კი ბატონო, აი რომ რაღაც ვაკეთებ ამ ყველაფერს ვიხწვი, მაგრამ რა აზრი აქვს?
მე ვფიქრობ, რომ აი სიცოცხლე რა არის, სიკვდილი რა ხდება და ანუ ეს შე დეპრესია არა, ეს არის უბრალოდ ეგზისტენციალური კითხვები, რომ აი ყველას რეისტორი. ხო, რა იქნება როგორ საიდან მოვდივარ და სად მივდივარ. ამას თუ მე ჩავყევი და გავყევი, ესე იგი რაღაც სხვა პროცესი მიმდინარეობს შემში, რომელიც უკვე დეპრესიის საწყისია. შეიძლება ვიფიქროთ ამაზე, ვიმსჯელოთ სიტყვაზე მე და შენ ის, მაგრამ ამას რაღაც საფლავში არ ჩავყვე რა ამ კითხვებს რა. ნუ ან მივიღე პასუხი, ან ვერ მივიღე და it's okay დამთავრდა რა. მაგრამ აი კლინიკურად, აი ფსიქოლოგიურად დეპრესია განისაზღვრება და ესე ამბობენ, რომ დეპრესია არის უკან ჩაბრუნებული აგრესია და ბრაზი. შენ მაგითა მეუბნები ხო ბრაზი გამოუშვა ვერ უშვებ თქო. დიახ ბატონო ჩემ. აი რას ნიშნავს ფსიქოლოგიაში ჩახედილი ადამიანი, რომ ბოლო პერიოდია მაწვება რომ ბრაზი გამოუშვა და მე ვუმტკიცებ რომ ვერ ვუშვებ. როგორ მეყვარს ადამიანს ესმის და ეგრევე გებულობს. და თურმე ხდება რომ სადღაც დეპრესიისკენ მიმოვკიდებს ავდივარ. არა. ნახე აი მე ძლიერი დამოუკიდებელი ხალი ვარ და დეპრესიაში აღარ ჩავარდები არასდროს მის თხემში. აი მუღონობას და რაღაცა დაცილობას რა იწვევს. ბრაზი ხო? აი მაგალითად ვიბადებით, რაღაც გვიყალიბდება სამყაროზე, კარგზე, სულზე, სამართლიანზე, უსამართლოზე ჩვენი რაღაც სტერეოტიპები. როგორ დავიბადოთ? ნახე უკვე რა მარტივია. პრობლემები აღარ გაქვს. აი გამკურნე უკვე. დეპრესიის და ხარასის გავიკეთ რა რეკლამა და ხაი. აი ფსიქოლოგიაში მყოფი კაცის ახალი ტრენდი არის. არა, ესე თუ გაგდებთ, ეს ფსიქოლოგიც იქნები. ოკი. ოკი. აი რას გულისხმობს ეგ უკან წაღებული აგრესია და ბრაზი. რაღაც გამოხატე რა ძალიან ბუნებრივი დამება და განცდა ბრაზის ის მომივიდა. და ამას ვერ უშვებ, იმიტომ რომ ნუ იქ არ შეიძლება ამას ესე ვერ ეთყვი, ის ისე ამას ვერ გაიგებ. ტელეფონს ვერ დალეწავ, იმიტომ რომ 5000 იღებს. ხო, ტელეფონს ვერ დალეწავ. აი რაღაცას ვერ დაამტვრევ. ვიღაცას ვერ ცევ დაგიჭერე და ხო, ამას ყველაფერი კაი გადავყვაპე, მგონია რომ გადავყვაპე და სადღაც გაქრა, მაგრამ ნურას უკაცრავად და პოტიშით არსად არ ქრება. ანუ ეს ყველაფერი ილექება, ეს ყველაფერი ჩდება ამ ორგანიზმში, ფსიქიკაში და ანუ როგორი მომენტია, ხო? აი რატომ უიმედობა და ეს რომ აი მინდა რომ რაღაცა ეს ძალიან ბუნებრივია, პირველადი ემოცია, ცნობა ის რომ გამოვიდეს ის რაც ჩემში არის. სიხარულთან ერთად ბრაზიც, ხო? ადამიანი ეგ არის რომ რაღაც რაც მომდის, მინდა რომ გამოვიდეს, ხო? შინ რო ატრიალებ, მე სხვადასხვა იმას ღებულობს ფორმას. და არ მაქვს ამის საშუალება, იმიტომ რომ იქ საზოგადოება მიგზავნოს აქეთ ოჯახი მეუბნება რომ ესე არ შეიძლება იქ რა ვიცი უნივერსიტეტის სამსახური ყველგან არის აკრძალვა ის რომ შენი ბუნებრივი ის გამოიწვია აკრძალვებსაც აუცილებლად ერთ-ერთი პოდკასტი უნდა ჩავწერო და მე რა ხდება ხო ანუ ეს თუ არაფერი არ შეიძლება და არაფერი მოდი რომ მივეგდები რა ანუ არაფერს აზრი არ აქვს ანუ ჩემ ბუნებრივ ანუ ეს უკვე არაცნობიერ დონეზე ხდება რა ანუ ეს ეგზისტენციალური აი ცხოვრების აზრი ვერ გავიკე ეგ არ არის ხო ეს არის რომ მე უბრალოდ არსებობის უფლება არ მაქვს და თუ არსებობის უფლება არ მაქვს უკაცრავად თქვენ დედაც ვაწინე და იყოს ყველაფერი ხო აი ეს მივეგდები ჩემთვის და რაც მომივა რა და იმაზეც აღარ ვფიქრობ და დიდად თავს აღარ ვიტყიებ რომ რაც თუნდაც რა ვიცი ხვალ გადავბრუნდე და რა ვიცი აღარც ვიყო ამ ქვეყანაში აქვე ჩემ პირად კითხოს დაგისვავ რა ბარე ამ ბატონო ფსიქოლოგიაში მყოფო კაცო აი მე რომ მე იცი რა მჭირს აი მაგას რა ქვია სახელი რომ ნებისმიერ სიტუაციაში არ აქვს მნიშვნელობა ცუდად მყოფი სიტუაცია თუ კარგად მყოფი სიტუაცია თუ ნეიტრალური აი ეხლაც რა პოდკასტს სერიოზულ პოდკასტს წერთ სულ ვცდილობ რომ რაღაცაში იუმორი ჩავატენო წიხლით აჰა ანუ სულ მაგას ვცდილობ რომ აი რაღაცა რო ხდება რაღაც შეიძლება სიტყვა გამახსენდეს და იმაზე ავაგო ბანძი იუმორი. ხო. აი სულ მაგ კუთხიდან უტრიალებ ყოველთვის ყველაფერს რა. კი. ეს ძალიან საინტერესო თემა. ანუ ჩემი კუთხიდან გაგცემ იმაში, სადაც ვიმყოფები იმ სწავლებაში, გეშტალტში, მოიაზრება როგორც დეფლექსია. ანუ დეფლექსირებ. ანუ ადამიანურ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ანუ შენ ამბობ, რომ სულ რაღაც კატასტროფა ხდებოდა, ვცდილობ, რომ გავიღიმო. ანუ იუმორი შევიტანო. ანუ ნახე, ინსტინქტურად ეგრე გამომდის. რაღაცა რო ხდება,
უმეტეს შემთხვევაში ვიცინი. შეიძლება ეს ისტერიული იყოს და საერთოდ არ იყოს ასაცილო, მაგრამ პირველი ინსტინქტი ეგ მაქვს, რომ გავიცინო. და თან შეიძლება ისეთ სიტუაციაში გავიცინო, სადაც ძალიან არ შეიძლება სიცილი. ხო, ანუ ეგ კონტაქტის წვეტა არის, კონტაქტის წვეტას მარტივად რო ახსნა, იმას გულისხმობ, რომ ანუ არის რაღაც რაზეც ადეკვატური შესაბამისი რეაქცია უნდა მიცემ, მაგრამ დასწავლილი გვაქვს, რომ ამით, თავდაცვის მექანიზმია ერთ-ერთი ამავდროულად აი მომენტის გადაგორების, ხო? ანუ წარმოიდგინე ერთ რეალობა, რომ რაღაცა სულ არაშესაბამისია, მოდი დავინაონებო და მე აქეთ ვიცინი. ხო, აი სხვათა შორის მაგაზე ყველაზე ნათელი მაგალითი და ისა ძალიან საინტერესო, აი ანაშვიდებზე და იმებზე ხშირად ადამიანებს უვარდებათ ისტერიული სიცილი. ანუ ეს ხო რაღაც ლოგიკაში არ ჯდება, ხო? ანაშვიდზე მიდიხარ რაღაცა სხვათა შორის მაგაზე რა შემიძლია ვთქვა, რომ მამაჩემი რო დაიღუპა ის ერთი კვირა ჩემ ოთახში რო ვიყავი, ჩემ დაკალთან ერთად ვიხეოდით სიცილით. ანეკდოტებს ანუ აი რავი მაგდენ მე ცხოვრებაში არ მიცინია. ცრემლი არ გადმოვარდნია, მაგრამ მაგ პერიოდში რომ გაიარა დაახლოებით ალბათ 2 წელი იქნებოდა გასული, 2 წლის მერე ის იყო რომ სერიოზული დეპრესია რო დამეწყო. აი 2 წელი და 2 თვე რო გასტანა, ანუ მარტო ჩემის არ იყო, ანუ კიდე სხვა ოჯახის წევრები და ძალიან ახლო ადამიანები რაღაცა პირდაპირ მშობით დავკარგე რა, გარდაიცვალნენ. ყველაზე ეგ რეაქცია მქონდა. სულ ხუმრობდი ვიღაცა რო ტიროდა, მივიდოდა რომ ანუ სულ ხუმრობდი, არაადეკვატურ, ნუ ჭამდი კიდეც არაადეკვატურად, მაგრამ ანუ სულ ხუმრობდი, ოღონ იმიტომ კი არა რომ ის გავაცინო, მართლა მეცინებოდა, აი გულწრფელად მეცინებოდა და რაღაც დებილობა მახსენდებოდა, ვიღაცა იტყოდა რამე სიტყვას და იმ სიტყვაზე შტერობა ან ანეკდოტი გამახსენდებოდა, ან სიმღერა, ან ვიღაცის გამონათქვამი, აი რავი, აი შეშარა, აი ზუსტად ეგეთი რაღაცები მჭირდა და მაგის მერე რაღაცა არ ვიცი, ალბათ ჩაილეკა ტვინმა 2 წელიც არ იყო გასული, მე უკვე აი სერიოზული დეპრესია დამეწყო, რომელსაც 2 წელი და თითქმის 2 თვე ვებწოდი. ანუ გადავიდა, ნახე რა მომენტია, ადამიანებს ზოგადად მიგვაჩნია, რომ რასაც ახლა ამ წამში ვფიქრობთ და რაც აი მოცემულობაშია, ხო? ეს არის ყველაფერი. რეალურად იქ, ანუ ისეთი რაღაც აი მაგალითად ადამიანს აკარგვა რა, მით უმეტეს გარდაცვალება. ხო არის ესეთი მომენტი, რომელსაც ვეღარაფერი ვერ ასწავლებს, ხო? ამ შემთხვევაში ზუსტად ისაა, რომ აი მე შეიძლება იმ მომენტში რაღაც ისტერიული სიცილი ამივარდეს, რაღაც მსგავსი ტიპის არაადეკვატური რეაქცია მიცე, მაგრამ აბსოლუტურად არ არის ეგ არაადეკვატური, ეგ არის იმის, რომ აი ქონება არაცნობიერად ფსიქიკა შეიძლება რომ ამას ვერაფერს ვერ უშელი და ანუ ამ რაღაცით უნდა გადავიტანო, ხო? და ეს ამ შემთხვევაში არაადეკვატური იქნება, კონტექსტი არ ჯდება და რაღაცა საერთოდ არ აინტერესებს ჩვენ ფსიქიკას. თავარი არის რომ ის მომენტი მე გავიტანო. ის მომენტი რასაც შენავებ რომ 2 წლის მერე დამეწყო დეპრესია, ეგ უკვე აი როცა ეს პროცესები მიმდინარეობს არაცნობიერში და უკვე დასრულდება რომ აი ხა 2 წლის მერე ვეღარ ვიცინი ვარ, უკვე დგება ის მომენტი, რაც რეალურად უნდა იყოს, ხო? დეპრესია გარდაცვლილი ადამიანის გამო, დანაკარგის გამო და ნუ მე ხებულობს მეტნაკლებად ადეკვატურ ფორმას, მაგრამ არის მომენტები, რომ აი მაგალითად რა ვიცი, ძალიან ისეთი რა დასახურეტად გამოიყვანეს და აი ხო არ ეგეც. მე მანდაც გამეცინა. ხო, აი როგორ გითხრა, იცი აი ფსიქოლოგიის გარეთ რო გავიდეთ რა, აი არაფერი არ შემილია რა და რავი ეს არის რაც არის და ნუ რაღაცა ის არ არის რაღაც ჯანსაღი და ჯანმრთელი. ნახე ბრაზი გამოუშვო რა, მე ბრაზ მართლა ვერ უშვებ. მარტივად აი ესე ვერ ბრაზდები, მაგრამ თუ ბრაზიც კი რაღაცნაირად არაადეკვატურ სიცილში გადამდის. ოღონ ეს სიცილი არაადეკვატური იმიტომ რომ ისტერიულია. აი რო წამოგაყივლებს ხო იცი აი რაღაცნაირად. აი ეგრე სიცილის ამბავში და აი ყველაფერი მანდ გადამაქვს. ოღონ ანუ რა ვიცი ეგრე ვარ, აი სულ ეგრე ვარ. აი ეხაც ნახე, ეხა ხო ჩვენ ძალიან სერიოზულ რაღაცებს ვაპარაკობთ. ეს ჩართულობა მქონდა რომ აი მაგალითად დაიყოს ყველაფერი ასე და აი რაღაცები ეგეთები მაქვს, ნუ თავს ვერ ვიკავებ, რომ მინდა რომ ასე დებილობა ვთქვა. დებილობა ვთქვა, ანუ იუმორის კუთხით დებილობა ვთქვა. მივხვდი რა, იმისასაც ვთქვა ადამიანი თუ ის 40 ადამიანი მის გვიყურებს, მადლობა იმ 40 გულ ადამიანს. შეიძლება ძალიანაც დეპრესიით იტანჯება და ძალიან აინტერესებს. და მისთვის ეს ამტკივნეულია, მით უმეტეს თან ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს, მაგრამ აი ეს ჩანართები რომ სადღაცა საოცრებად გავიღიმო, აი არა ხო, ეგ უკვე დეპრესიას ხდება. დიდი ისა რა ვქო, ეჭვი მაქვს, რომ დეპრესიული ადამიანი აღარ სიღიმება და საერთოდ სიცილზე ლაპარაკის ემატია. შენაც
დამისვლის პირადული კითხვა, რომ რატო არ შეესაბამება ჩემი რეაქცია მოცემულობას. ანუ ეგა წეგანი დეფლექსიაზე რასაც ვლაპარაკობდი. ან დეფლექსია არის ის, რომ მე არა ადეკვატურ, ანუ მაგალითად აი ვიღაც ადამიანი ხო? რაღაც ტკივა შინაგანი, რაღაც ტკივილები აქვს, რაღაცა პრობლემა უდევს, აი ეს ხელის გულზე რა. და იმის მაგივრად რომ პრობლემას რაღაც შეხედოს, დაუკვირდეს, რაღაცა გამოსავლის ძიება დაიწყოს, ხო? ყველაფერს და აი რა ვიცი, ფილოსოფიაზე, იმ ფსიქოლოგიაზე, იქ რაღაც ჩიტების ნაირსახეობაზე თუ რა, ყველაფერს დაგიწყებს. თან იცი რა, რომ მე არ მაწუხებს. აი სერიოზული რაღაც თუ არის, ან შეხვედრა რამე ძალიანაც დიპლომატი და პრობლემების მომგვარებელი ვარ, რა პრობლემა თუ გონება ეგრევე აი მილიონი გზას მაპოვნინებს ხოლმე გამოსავალს მაქედან. მოიცა კიდე რა თქვი დამავიწყე. კიდე რაღაც რა თქვი, ანუ მანდაც ვერ დაგეთანხმე. პრობლემაზე რა თქვი რაღაც, მაგრამ უკვე დამავიწყე. არა, მაგას ალც რაიმე რიქვი. შევა საკითხი. დემენცია. აუ მეთქვა დამიფარს. ხო, ნუ რაღაცეებში აი ეგრე არაადეკვატურად რაღაცებში არ ვიყ. აი მაგალითად ნახე ჩარლი ჩაპლინის ფილმებზე. ვერ ვიცინი, ანუ რო ვუყურებ, რომ ვიღაცა დაეცა და ფეხი მოიტეხა და ტკივა, მაგაზე საერთოდ არ მეცინება. მაგრამ მე რო იგივე დამიმართოს, გავიხევი სიცილით, ჩემ თავს დავ მიხვდა, რომ მოვიტეხო და მტკიოდეს, მაგრამ მაინც გამეცინება. მიხვდი, ანუ ჩემ თავზე სულ მეცინება, მაგრამ სხვა რომ ფეხი წამოკრას და რაღაც სახით დაეცეს და სისხლისთვის, ანუ ვერ გამეცინება. ხ ბანანის ქერქზე რო ვიღაცა 800-ად არ არის ჩემს ასაცილო. ეგ რატო ასე ეტკინა იმ ადამიანს? მინიმუმ არ უნდა დასცინო. ხო და ნახე განასხვავდა გამიჩა თვით ირონია, ხო? ძალიან კაი რაღაცაა, მაგრამ როცა აი მართლა გტკივა რა და აი ტვინი გაქვს დასხმული და ეხლა აი ვიცინი ვარ რაღაცა, აი ეგ ნიშნავს ეგეც რაღაც აი ბავშვობის მომენტია რა, ბავშვობაში ჩარჩენილი რაღაც შაბლონის მომენტი, რომ აი წავიქეცი და რო გეუნებიან, რომ აი არაფერი გაგივლის და ეხლა რადოს ეგაა და ამ დროს ხურწილამდე და გავიწყდება ნაცლავები განმოყრილი გაქვს და აპარატზე ხარ შეერთებული და არაფერი ნუ რაღაცა ანუ მაგ იმას იჭერ და ნუ იმეო მე რაღაც წავიქეცი და სისხლი მტრის რა ანუ რაც დაიმახსოვრე რეაქცია იგივე რეაქციას იმეორე ძალიან მხიარულად მგონია ძალიან მიხარია ჩემი თავის ანუ რაღაცა კარგიც გავიგე ჩემზე ხო ეგ თვალ კატასტროფა არ არის უბრალოდ მე კარგი გავიგეთ ხო და თვალ კატასტროფა არ არის რა კატასტროფა ეგ მდგომარეობა რომ რაღაც სიტყვაზე არაადეკვატურ იმას ცემ პასუხს მოცემულობას ნუ არაადეკვატურში იმას არ გულისხმობ რომ რაღაც თავი დაიზიან რაღაც ბევრ ადამიანს აქვს არა მხოლოდ შენ მეც ვიცნობ რამოდენიმე ადამიანს ვინც აი რაღაცა ხდება და ნუ აი ელემ გამარჯობა და შეიძლება იცინოდეს ხო ნუ რაღაც შეხედო გიჟი გეგონება მაგრამ ესე არ არის რა ანუ რაღაც მექანიზმი მუშაობს რომელიც აი როგორც თქვი არის რაღაც თავდაცვის მდგომარეობიდან გამოწვეული როცა სხვა გზა აღარ იყო და ვეც სიცილის გარდა ნუ ეგ მომენტია რა დამახსოვრებულია გონებას და ბარემ სანამ ურჩებით ფოთვებზეც მოგვიყევი და მე ხა თქვი და ნამდვილად ჩუბად ვიქნე ო შფოთვასაც თავის დევიზი აქვს შფოთვა არის ნუ რაღაც მოხდება აუცილებლად და შფოთვაც მომავალში აი თუ შიში წარსულში ან წარსულიდან მომავალში რაღაცებს ესე მიგრირებს და რაღაც შინაარსი აქვს შფოთვა არის აი სულ მომავალი ხო შფოთვა რა იქნება რაღაც ესე არ ვიცი აუცილებლად კარგი არაფერი არ მოხდება ყოველთვის სადღაც ანუ შფოთვა აქაც არის შფოთვის რამოდენიმე სახეობაა რა აქაც არის ეპიზოდური შფოთვა რაც ძალიან ბუნებრივი არის ანუ შფოთვა მოსდევს სტრესს ძალიან სტრესიც ვიტყვი ორი სიტყვით აუცილებლად ანუ დრო სტრესიც უნდა გავიგოთ რომ შფოთვამდე გადავიდეთ ანუ სტრესი არის აი მაგალითად შენ დასაწყისში რომ ამბობდი რომ რაღაც გიურძა და რაღაცა ეს მსგავსი ტიპის საფრთხეს გრძნობ და ამ დროს სტრესი არის რომ რაღაც იმაში ვარ ჩავარდა ძალიან ამ ჰორმონებში და კორტიზოლის რაღაც მომატება რაღაც სხეულს აძლევს სიგნალებს რომ აი ხორკლები და ეს რაღაცები ან სიცივეს რო გრძნობ და რაღაცა მსგავსი ტიპის ანუ სხეული აკეთებს ორ რაღაცას ხო ან საბრძოლველად ემზადება ან გარბის
fight or flight ესე ქვია, რა თქმა უნდა ჩავაყვე ხო? და ანუ სტრესი არის ეს, ძირითადად სტრესი არის განპირობებული სტრესი თუ არა გაქვს ეგ არის არანორმალური და ესე იგი დეპრესია და რაღაც უკვე დესენსიტიზირებული ხარ ანუ ემოციურად და სხეულებრივად ძალიან განულებული ხარ და სტრესი არის ძალიან ჯანმრთელი რაღაც რომელიც იმას გვიშვება რა ქვია გადარჩენისთვის ერთობს ის არის საჭირო რაღაც სტრესიდან უკვე შფოთვაში გადასვლა არის რომ მე რო ეს განვიცადე ამას დავარქვი სახელი დავიწყე ამაზე ფიქრი ამას მოვაყოლე მე 1000 ის რომ მაგალითად გველი რო გამომეკიდა შეიძლება ეხლა რა ვიცი ის ჩამომეგრეს თავზე შენობა ანუ ყველგან ხედავ რაღაცა საშიშროებას ანუ შფოთვის ძირითადი მომენტი არის ეს რომ აი ყოველთვის რაღაცა უნდა გამოვიგონო თუ არა მაგრამ შფოთვა სადღაცას ხო გვაფხიზლებს და ფხიზლად ვართ და ფთხილად ვართ. რამე შეიძლება ასე ანუ დადებითი ხა არა შფოთვა ზოგადად არ ვამბობ კარგია, მაგრამ დადებითი კუთხით შეიძლება დაგვანახოს, რომ შფოთვა მე იმდენი მაფიქროს, წინასწარ განმასჭვრეტინოს რაღაცები, რომ რაღაცა საფრთხე შეიძლება მართლა ავირიდო თავიდან. მინიმუმ ის რომ ქარში შეიძლება მაგარი ქარი როა და ჩვენ ძველი შენობები რო არის, მაინც და მაინც კორპუსის აი ესე იქვე არ ჩავიარო რომ თავში არ დამეცეს მაგის შფოთვა მქონდეს ქარი რო არის და მართლა შეიძლება ავირიდო თავიდან მინიმუმ ეგ. ხო და ზუსტად ეგ ვთქვი მე დასაწყისში ამ შფოთვაზე რომ გადმოვედეს რომ არის ეპიზოდური შფოთვა. ეგ არის ნუ მომენტალური შფოთვა რომ კი ანუ მე რო იქ რაღაც საფრთხიან სიტუაციაში გავული ქარი იქნება თუ რაღაც. მაშინ ხო საჭიროა ეგ მომენტი რომ ანუ ინსტინქტი რომ გადავრჩე. ინსტინქტი აი რაღაც სტრესი მივიღე რომ ქარია რაღაცა უკვე მოემწადა სხეულიც და გონებაც რომ აქ რაღაცა სხვანაირად შევხედო სიტუაციას რა ისე ვერ გავჩვეულებრივ. აი გავედი მე უსაფრთხო ადგილასა ვარ ხო გავასწარი ამ ქარს და იმას და მაინც ვზივარ და ეხა აწირა იქნება ხო უნდა გამოვიდე ისევ და აი ანუ შფოთვა არის რაღაცა გადაბმული სამ მუდმივი სტრესი არის. ანუ ხო თქვით რომ სტრესი რაღაც საჭირო, მაგრამ აი ამ სტრესს როცა სახელდებას ვაძლევთ და აი ამ იმაში ვარდებით რომ აი იქ ირანში რო ესეთი ამბავია და ავსტრალიაში მიწის ბრა და ის რაც ანუ არ გეხება რა. ანუ შეიძლება რაღაც ალბათობის რაღაც 0.0 რაღაც იმით შეგეყოს, მაგრამ ანუ ეს 0.0 აი მარტივად როგორ არ მეხება? მარტივად რო თქვა 0.001 ხდება 100% შფოთვის დროს. ნახე, ამ შემთხვევაში ის რაც ხდება ირანში ომს თუ დავარქმევთ, რა ომია და მართლა ყველა მართლა მთელი მსოფლიო თუ ჩაება, ატომური იქნება თუ ასე შემდეგ, სულ რო რავი ხელყუმბარები აფეთქდეს ბევრჯერ. ეგ ხო მერე და ატომური რომც არის რომ ანუ კატაკლიზმებს და რაღაცებს ხო გამოიწვევს, რაც დღეს არა, მაგრამ 5 წლის მერე ხო მაინც მოვა ჩვენამდე, აი მაგალითად ჩერნობილი რო აფეთქდა. მაშინვე ჩვენამდე იმას არ ჩამოუღწევია თუნდაც, მაგრამ რაღაც პერიოდს მერე ხო ეს გავრცელდა არც ისე ახლომდებარე ქვეყნებში. და ეგრეც ახლა მით უმეტეს რო ატომური რო ისრულოს ან ერთმა ან მეორემ ხო ჩვენ გვეხება, პირდაპირ შეხება ის ხო არა რომ შემომივარდეს ვიღაცა და ლიმოკითხელში დამიდგეს წინ ეგ ხო არ არის რაღაც რო ხდება ის მეც მეხება, იმიტომ რომ მინიმუმ იმით მეხება რომ პროდუქტი მიძვირდება, მაგათ ნავთობზე ვართ და ძალიან ბევრი რაღაცა მეხება. რაც ეგ შფოთვა რაც ყოველ შემთხვევაში მე მაქვს. ძალიან რა ლოგიკური მგონია. ნახე ხო და შფოთვარე ადამიანი გავს წინასწარ მეტყველს ხვდები? აი ხა შენ რასაც ამბობ, აი რო ესე ყოფილიყო თუ და აი ხვდები რამდენი ის არის. აი მოდი გავყვეთ მაგასაც რა. ჯერ ეს იმას არ ნიშნავს თუ იქ ჩერნობილი მოხდა და ჰიროსიმა და ნაგაზაკიში რაღაც ის ჩამოაგდეს ატომური ბომბი. რომ აქაც იგივე სცენარი განვითარდება. არის სულ რომ მეზობლად ღმერთმა ყველაფერს განვითარდეს, ის დაბინძურებული ხაერი სად წავა დედამიწაზე ხო დარჩება? ხო, ანუ საშიშროება არის, მაგრამ რეალობა არ არის. ანუ აქაა მთელი მომენტი. რო იყოს და რო იქნებოდეს და იქნება და თუ და რაღაცა. აი ეგ არის შფოთვისთვის ამყვებავი, რა ვიცი, შორისდებულები თუ რაც ქვია, მაგათ რო აი რაღაცა სულ მომავლის ვისაა რა, შინაარსია, ხო ხდები? აი ესე რო იქნება, ესე რო მოხდეს და ნუ მოდი მანდაც გავყვეთ შფოთვარე ადამიანებს და მაგ სიღრმეში ჩავიდეს. კაი, ეგრე რო იყოს. აქ თავი კითხვა მოდის. მე აი ხო მე აი ვზივარ ეხლა პოდკასტს წერთ და იქ ვიღაცა
აიათოლას ის ძმისშვილი გაგიჟდა თუ ბიძაშვილი და დააჭირა მაგ იმას. აი მე უკვე შფოთვა კი აღარა, მე რეალობის წინაშე ვარ თუ რაღაცა უნდა მოიმოქმედო რომ გადარჩე, ან გადარჩები მოკლედ რა. ხო და მე ის რომ მსგავს რაღაცებზე ტვინი თითქოს მომზადებულია, შემზადებულია, რომ ეს შეიძლება მოხდეს, როცა ამაზე ვშფოთავ. მე მინიმუმ გასაქცევი ადგილი მაქვს მოფიქრებული, რომ აი ეს ცუდი ჰაერი თუ იქნება, მე შემიძლია წავიდე ხრეიჩი, სადაც ძალიან ბევრი ტყეა. ეგ დამიცავს იმ ცუდი ჰავისგან თუნდაც. ბავშვი მან წავიყვანო, შემიძლია რომ მან გაუშვა ჩემი დიშვილი და არ იყოს ქალაქში, სადაც უფრო მეტი ალბათობა რისკია პირდაპირ ომისიც და ჰაერისიც და ანუ ბავშვების ამბავში კიდევ უფრო თორე შენ კაი დიდი ხარ და რაღაცას აიტან და ბოლო-ბოლო მართლა ცხვარი ყავს ფეხზე და არა უშავს თუ რამე დაგემართება, მაგრამ იმ 5 წლის ბავშვმა რა დააშავა. კი ბატონო, მანდაც მოყვები რომ აი ანუ უკვე გათვლა მაქვს, მიხვდი? ხო, ის მაგრამ გათვლაც მაქვს, რომ იქმე წყარო, წყალი, ანუ ყველაფერი გავლილი მაქვს გონებაში რა მოხდეს, რომ როგორ გადარჩეს ეს. აჰა, ხო, გასაგებია, ან კოშკიც ააშენე, რაღაც ფერმა გააშენე და მოკლედ. ხო და აი გა მთელი მუღამრო შენ რომ მაგ ყველაფერს იმაშვები ამ შფოთვის საფუძველზე აშენებ და ამშვენებ და რა ვიცი 1.300.000 სცენარებს განიხილავ გონებაში. აქ აი ახლა ამ მომენტში არ ცხოვრობ. და შფოთავ და ფიქრობ იმ თუნდაც ეგ შენი შფოთვა როგორც შენ ამბობ რომ აი ძალიან ეს ლამაზ იმას მისახავდეს და მილიონაირ რაღაც არჩევანს მაძლევდეს. მინიმუმ იქიდან გამომდინარე ფიქრობ მაგას დაკეთებ, საფრთხიდან გამომდინარე. აი, მაშინ გამოსავალი გვაპოვნიან შფოთვარე ადამიანებს. რაშია გამოსავალი? თეთრი რაში გვაპოვნიან. აი, კიდე აი ნახე, აი. თეთრი სადღაც ჩავაგვეხე ეს. ხო, აი გამოსავალი რაშია? გამოსავალი მე რაც ითქვა და ამბობენ ის მომენტია, რომ ანუ რეალურად აი წეღარასაც ვამბობდი რა. აი მე რაღაცები არის რაღაცები ანუ ესაც ვერ იმასიზა. უნდა დავაკონკრეტო ეს რომ ნებისმიერ ფსიქოლოგიური მიმდინარეობა თუ რა ფსიქოთერაპია იქნება და ასე შემდეგ არის აღებული ისო ძველი ფილოსოფიიდან რაღაც მაგალითად სტოიციზმიდან რა სტოიციზმს აქვს ესეთი ძალიან კარგი ფრაზა რა ანუ გარ მოვლენებზე ნერვიულობა და ეს არის აბსურდი ანუ ის შეცვლა შენ არ შეგიძლია მე ხარ ვიცი ვარსკვლავთა რაღაც მოძრაობას მე ვარსკვლავთა მოძრაობას უბრალოდ რა ვიცი აი ნებისმიერ ჩემ ცხვირის იქით რაც არის ხო მე იმას ანუ იმას არანაირის არ მაქვს ალაუფლებ ერთადერთი რაც შემიძლია შევცვალო არის ჩემი ფიქრები და ქსელები შესაბამისად ხო მე რომ ამ ყველაფერს აი წაღარასაც ვამბობდი რომ შევხედავ რომ აქ რო ვზივარ იქ რაღაც იანში ვირას თავში ვის რა მოუვა აბსოლუტურად ჩემ ხელს გარეთა ჩემ ძალას აღემატება და ამას გავაცნობიერებ ხო მე რო ვიწყებ უკვე იმაზე ფიქრობ მე რა შემიძლია და მე რის შესვლა შემიძლია ჩემ თავზე მაქვს რა ჩემ თავში ბრუნდები ანუ შფოთვა არის საკუთარ თავზე ისა გაქცევა შფოთვარი ადამიანი საკუთარ თავზე და იმ სიღრმეებზე აღარ უყურებს ხო აი ერთადერთი მომენტი აქვს ის რომ აი რაღაცა იპოვოს ჩაებ გაუჭოს მე ეს განა ამ რაღაც გრანდიოზულობა მიანიჭოს რომ აი რაღაცა კაი გამოთქვა გრანდიოზულობა მიანიჭოს რა ქვია მას ჭიანჭველოდან ის პილოტ გადააქციოს და შფოთვარი ადამიანს კრედიტო აი რაღაც მოთხოვნილება რომ რაღაცები აი ესე დაიჭიროს გონებაში იშფოთოს ну კი აქ რაღაცა თავდაცვის მექანიზმის ის რომ თუ ვიშფოთებ აი ეს აღარ მოხდება მოხდები აი თუ მე რაღაცა ვიფიქრებ დღე-დაღამე აიათოლას ბიძაშვილზე რომ ბომბს ის არ დააჭიროს გადაიფიქრებს ხვდები აქ უკვე ის შემოდის რა ქვია მაგიური აზროვნება ეგეც არის ფსიქოლოგიაში აი ისიც ხოა რომ აი მე თუ ამ ხო სრულწმენა მე თუ ამას ვიზავ ეს მოხდება ნო ნუ ეგ უკვე მე ობსესიულ კომპულსიურ აშლობებში გადადის აი მარჯვენა ფეხი თუ ავდგები კატარო გადამირბეს გავატარებ და სამჯერ გადავაფურთხებ და მოკლედ 5 ნაბიჯში თუ 10 კიბეს ავივლი და ხო ნუ ეგ უკვე სხვა თემაა მაგასაც თავის დატვირთვა აქვს და ეგენს გვექნება მე სამაულს და დიდი მადლობა ბატონო ფსიქოლოგიაში ჩახედიო ადამიანი ხო იხედები ვიჭიტები ხანდახან სხვათა შორის აი ხა იცი რას მეხუთე რომ ჩვენ კიდე ბევრი თემების განხილვა გვინდოდა და ფსიქოლოგიაზე მაგრამ სიღრმისეულად რომ ჩაუყვეთ ძალიან დიდი დრო უნდა და თუ
აი ეს ფსიქოლოგიური თემები, რაც 21 საუკუნის დაავადება, ეს მენტალური პრობლემები, თუ იმ 40 ადამიანიდან გამოხმაურება. ვინმე დაწერს, რომ რაიმე კონკრეტულ თემას თუნდაც რომ ამაზე ეს განიხილეთ, თუნდაც ერთი კონკრეტული თემა. ეხლა ჩვენ რომ აგვეყო და მარტო დეპრესიაზე გვესაუბრა, მართლა ერთ საათს შეიძლება ისაუბრო დეპრესიაზე და კარგად ჩაუღრმავდე და რაღაცა განიხილო. ხო და ეხლა ჩვენ უცებ რაღაცნაირად გადავამღერეცავით და შეგვიძლია რომ ხო უფრო განვართოთ რამდენად მოეწონება ადამიანებს ეს ფსიქოლოგიური რჩევები, არა უფრო ხო რჩევებიც არ არის რა. ისაც ანუ იდეაში მაგიტო ვიძახი რომ ცოდნის გაზიარება ბატონ ლევანის მხრიდან. ფსიქოლოგიაში ყოფობა უფრო შესაძლოა ისა ვიდრე ანუ რჩევას რო აზიარებ უკვე და რაღაც შაბლონს თუ რა აზიარებ რა მეტანია. ხო რაღაცა იმას შვები რა ფორმას თავაზობ ადამიანს უკვე აპრიორი იძახი რომ აი მე რაღაც ცოდნა მაქვს უეჭოში ცოდნა მაქვს რომელიც აი ამას რაღაც მოიცვა კოსტუმებით და შფოთვა აღარ იქნება ან რა ვიცი რაღაც პრობლემა აღარ იქნება ეგ არის ძალიან ისეთი რაღაც შემთხვევა ხო არა ეგ აი ამ შემთხვევაში ჭირდება ეგ რაღაც გაურკვეველ ბუნდოვანია რა მიჩვენია რომ არ ვიყო თლათ 100%-იანი და ლავირების ის კონდეს საშუალება მე მაქსიმум სიტყვებში მოგაშვება ვიდრე რომ აი ყველაფერზე რაღაც აზრი მქონდეს რატო აზრის ქონაც არ არის ცუდი ხო მაგრამ არ არის რა ეგრე აპრიორი რომ აი მაგიტო ვიძახი არის აი ოვერსინქერობაც ხო აა ოვერსინქერობაც სამ დავამთავრებ მაგას ვიტყვი ორი სიტყვით ხო ოვერსინქერობა შეიცავს შფოთვას თავისთავად და მე თუ ბევრს ვიფიქრებ ანუ ფიქსე ფიქრია ხო ოვერსინქერობა ანუ პროცესი არის რომელიც ხოხტები ანუ ვიფიქრე რაღაცაზე ამ შემთხვევაში რაღაცაზე და ანუ მაგიდაზე ხო შევხედე როცა მაგიდა რაღაც თავის ისენი აქვს მატერია აქვს ეს ოქროსფერია ეს მინა ხა ამის იქით წავედი და უკვე აი ძილის წინ ვარ უკვე ჩემი სხვა რაღაცები უნდა ვაკეთო მოკლედ რა ცხოვრებაში და მაგიდაზე ვფიქრობ აი ხაც მაგიდა ოქროსფერი იყო მაგრამ ანუ რაღაცას უთმობ დროს რომელიც არაფერში არ ჭირდა ხო ცხოვრებას ვაკლებ საკუთარ ცხოვრებას ამის დეტალური მასში ჩასვლა და ეს რა იმას შეიცავს და ის უკვე არის გადაცნომა ანუ არა სასარგებლო ფიქრი არა ნაყოფიერი რომ დავჟე ახლა და მთელი დღე ვიფიქრო იმაზე მაგიდა აუ და ძალიან მინდა ისიც რომ დავამატო უცებ 2 სიტყვით რომ ჩვენი ცუდი ქცევების ფსიქოლოგიურ პრობლემებზე შეტენვა ძალიან არასწორია და მაგასაც რაღაცნაირად აი მე თუ ცუდად ვიქცევი და ცუდი ადამიანი თუ არ აუცილებლად ვაბრალებ სხვას ჩემ თავს კი არა და აი გავიგეთ კაცორობა გაგების დონეზე გავიგეთ რომ აი ხო იქ საიდანღაც მოდის რაღაცა დაირექა მაგრამ ეგ ხო არის ის რომ მე ვარ სუსტი ადამიანი და მე იმას კი არ ვამბობ რომ მე ის რაღაცა ვერ გადავლახე და სუსტი ადამიანი ვარ მე ვაბრალებ რომ ოდესღაც რავი 1605 წელს მამამ ყური ამიწია და რაღაცა უთხარი და ეს არ ხნა და როგორ არ ხნა და მე მაგის გამო შემიძლია მოვიდე და ცუდად მოგექცე საკუთარი თავის ხელში აყვან აი არასწორი საქციელები მოდი ესე ვთქვათ რომ დავალაგო არასწორი საქციელები შეტენეს ფსიქოლოგიას ხო ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება მაქვრივ რომ გააკეთო რომ ადამიანისთვის ეგეს სანამ შემოვიდა უზრდელი თუ ადამიანი მაგასაც ფსიქოლოგიას ტენის ანუ ყველაფერი მე ეს ანუ იმდე აი ხა უცებ აღმოაჩინა რომ იქამდე რაც მჭირდა ვიცოდი მაგრამ ეხლა ზენდელ აღმოაჩინე რომ აი ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს მაგრამ მაგით მე არ უნდა მანიპულირებდე რომ მე რო შენ ცუდად მოგექცევი იცი რატო ლევან მე ობსესურ კომპლექსური აშლილობა მაქვს ხო იცი ანუ მე რა რო გაქვს მე რა დაგიშავე ანუ არ არის ეგ გასამართლებელი საბუთი და აი რაღაცნაირად ყველა მთელი აი ესე რაღაცა ძალიან მოდაშია შემოსული რომ ყველამ თავისი უზნეოს აქციელი შეტენოს ბავშვობაში აწეულ ყურს ან ვიღაცის ხო აი ხო და მაგას ძალიან ისეთი კაი ნათქვამი არის რომ შენ
არ ხარ ის, რაც შენ დაგმართეს, ხო, ბავშვობაში იგივე რა, მშობელი ზალადობდა, მომვლელი ყველაზე როგორ ძალადობდა. ბახში და ნუ სიტყვაზე თუნდაც. მაგრამ ეს ავიღე მე და წამოვიყოლე და ამას ვამღერებ და ვამღერებ. ანუ არ მინდა რომ შევიცვალო, არ მინდა რომ გამოვიდე მაგ მდგომარეობიდან, მოვირგე ეს ძალადობა. და სათანადო ყურადღება და თავზე ხელის გადასმა მივიღე მაინც. კი, და ზუსტად მანიპულირებ. რასა ხო, ანუ მანიპულაციის იმაში გადადის მე კატეგორიაში. რომ მე ამის იქით აღარ მინდა რომ გავიხედო რა, იმიტომ რომ მუშაობს ეს სქემა რა, რომ მე აი გამლახა რა და მცემე ხო სიტყვაზე და გამლახენ უკვე. იმაშვები მე რომ მწმინდა რომ აი დამანებე რა თავი და აი დამანებე თავის რო გეუბნები, ვიცი რა მე იმაში რომ მაგას როგორ მეუბნები და ხო მანიპულაცია ეგ არის ძალადობის ძალადობაზე ძალადობით პასუხია რა და ბევრი ცხოვრობს მაგაში. კი აი ადამიანს ვერ დალაპარაკები რომ მე ამის და იმის ხვერპლი ვარ ხო? კაი, მაშინ გაიარე. კი 90-იანებში გაზრდილი ბავშვები ვარ და საერთოდ არ ვფიქრობ რომ რაიმეს საერთოდ მსხვერპლი რო ვარ არაფრისგან გამომდინარე ეს აქ ხო არა შეიძლება ადამიანს ან ისეთი მინიმალური ის კონდეს რაღაც ეგეთი მსგავსი გამოცდილება. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს მე რამდენად ამას მივათრე უკვე და რამდენად ამას ფარავი. მოდაშია. ხო და ნუ ეს ფსიქოლოგიური ის არის რაღაც დარღვევა არის. ხო, მაგას ვიძახი და შეწყვიტეთ ხალხო, იმიტომ რომ ნახე მასიურად 10 ადამიანი ან 10 რო იძახის რომ მე მსხვერპლი ვარ და მე ეს დამემართა, მე მართლა ვინც არიან მსხვერპლები ისინი იწევენ უკანა ფლანზე, იმიტომ რომ მართლა 1000 კაცს უცებ ვერ დაეხმარები. და მე აი ყველა რაღაცნაირად ის არის გადამღერებული, რომ ვისაც მართლა უჭირს, შეიძლება იმას არავინ აღარ დაეხმაროს, იმიტომ რომ მე ძალიან მიჭირს დამეხმარეს გავკიოდე, იმიტომ რომ რაღაცა მეზარება და ერთი ადგილი ვერ ავწია და ვერ ვიშრომე იმ ყურადღების მისაღებად, რაც მე დამჭირდებოდა საქმით რომ დამემტკიცებინა და სამაგიეროდ აი დავდგი დრამა და ყველა მოდის და თავზე ხელს მისვავს და აუ შენ მოგიკუდი მარიანას მეუბნებია. დრამა. ხო, ნუ აუ შენც იგივე გჭირს რაც მე წერან. სადგი დრამა. No lama, no drama. ხო. ნუ მოკლედ მეგობრებო, ან ჩვენი აი ამ ტიპის პოდკასტების როცა ადამიანის ფსიქიკას ეხება. მიზანი ის არის, რომ აი ერთად აი ხამ პროცესში არიან ამ თქო რაღაცები გავაცნობიერებ და ძალიან კაი არის, როცა აცნობიერებ, რომ არის კიდე ამბები, რომელსაც აცნობიერებ რა, რაღაცას აღარ ვიტყვი. ეგრე გიყურე, ეხა რაღაცა. ხო, აი რაღაცის ისახარ, დეტექტორი. რაღაცის დეტექტორი. დაგემშვიდობებით ჩვენო 1:40 ადამიანი. ხო. არა 56 იყო მეგობრებო ბოლოს არ მახსოვს. ხო და ნენელა ვიზრდებით, კი არა და ნენელა გავიზრდებით. ეს განათება როგორ მოგეწონათ მართლა დაგვიწერე დედა ჩემო და დედამისო. ბიძაშვილებო. და ბიძაშვილებო და მამი კარის მეზობლებო. ხო არა ხომ რა ბაიქეთ და ხო. კაია. გამშვიდობე კიდე. შენგან დამშვიდობე უფრო ხარია. ფსიქოლოგიაში მყოფი კაცი. კარგად იყავით მეგობრებო, შემდეგ პოდკასტამდე დაგემშვიდობებით და მეც ვიტყვი რომ რაღაცები დაგვიწერეთ თემები და გავითვალისწინებთ და ვილაპარაკეთ. გავითვალისწინებთ. და კიდე ხო განათებაზე მას დავამატებდი, თუ ფიქრობთ რომ ის ძალიან თეთრი განათებული არ არის საჭირო, მაგრამ ამას ცოტა აკრია, შემდეგ ამიშოს მოი. მაინც არავინ დაგიკომენტარებს მისელა. მაინც კაცი მოიხსენ და აისხლით განათება. შეგიყურებენ ეხა ეს. ამდენი ხანი. ამას ამოჭრდა წინ ჩავს. არა, მოუჭრით ეგრეა.